ძალიან დიდი განსხვავება აქვს ქალისა და მამაკაცის ხალათს შორის. მამაკაცის ბიოქიმია და ფიზიოლოგია ისე არის მოწყობილი, რომ მას ნულიდან 100-მდე რას გონისაკრება ბუგატი ვეირონივით შეუძლია. ანუ ერთხელ უბრალოდ გახედავს ქალს და მისი ტვინი უკვე დაბინდულია. მამაკაცს ზაფხულში გარეთ გასვლაც კი ურთულდება. იმიტომ რომ თანამედროვე რეალობაში ქალებს მეძავებზე უარესად აცვიათ. ქალებს სახეც კი უკვე დეფორმირებული აქვთ გარყვნილებისგან. იმდენ სიბინძურეს დაატარებენ, რომ მხოლოდ სახის გამომეტყველებითაც კი აღვიძებენ მამაკაცში ძირეულ გამრავლების ინსტინქტს და ამას ცოლები ქმნებს ვერასდროს გაუგებენ. იმიტომ რომ ქალები ამდენად ძლიერი ცდუნების წინაშე არასდროს დგებიან. მოღალატე მამაკაცს უმეტეს შემთხვევაში სინდისის ნაწილი ჯერ კიდევ აქვს შენარჩუნებული. მოღალატე ქალს კი საერთოდ არ აქვს. იმიტომ რომ როდესაც ღალატობს ქალი, ის ბუგატი ვეირონივით წამებში ნულიდან 100-მდე არკრებს. ის ნელ-ნელა გადის მაგ პროცესს. ჯერ სინდის ემშვიდობება ბოლომდე და მხოლოდ შემდეგ უკვე ღალატობს. მოღალატე მამაკაცი არის იმ ადამიანივით, რომელიც სამუდამო დიეტაზე იყო და უცებ გატკდა. წლების მანძილზე უნახშირწყლო, კეტო დიეტაზე იყო. შემდეგ კი ძალიან მიმზიდველი, манипуляტორი соусებით გაძეწკილი ჰამბურგერი დაინახა. ვეღარ გაუძლო ცდუნებას და ეცა და მხოლოდ შემდეგ ჩაერთო მისი ტვინი და დაიწყო იმაზე მსჯელობა ეს რა ვქენიო. ქალის ღალატი კი არის, როდესაც ის წინასწარ გაიბრანჭა, წაისვა მანიკური პედიკური, ჩაიცვა ტრაქზე მოტკეცილი მოკლე კაბა, რესტორანში დაჯავშნა მაგიდა და ნელ-ნელა გაცნობიერებულად მიირთვა. ქალისა და მამაკაცის ღალატი არ არის ერთი და იგივე. კი, ორივე დანაშაულია, მაგრამ არსებობს ვითარება, სადაც ერთი და იგივე დანაშაულისთვის ერთ ადამიანს ორ წლიან პატიმრობაში ტოვებენ, ხოლო მეორეს 15 წლიანზე უშვებენ. ორივე დანაშაულია, მაგრამ როდესაც ღალატობს მამაკაცი, ყოველთვის არა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ღირს იმის განხილვა შეინარჩუნა თუ არა ეგ ურთიერთობა. ხოლო თუ ღალატობს ქალი, ჩათვალე რომ აღარანაირი შანსი აღარ არსებობს იმისა, რომ აწი კარგად დაალაგდეს თქვენი ურთიერთობა.